გაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმაღლეთმა. გაგეთ ჩემთვის სახარებას ვკითხულობდი და მინდა თქვენთან ერთად წავიკითხო ერთი ადგილი სახარებიდან, შემდგომ შეძლებს დაგვარად განმარტო და ჩემი თხოვნაა, რომ თუ კი რამე შენიშვნა გექნებათ კომენტარებში დამიწერეთ. ეს არის სახარება მათეს მე-17 თავის ბოლო მუხლები მე-17 თავის 22 27 ბოლო 5 მუხლი. დავით არცა იქცეოდეს იგინი გალილეას, რქვა მათ იესო, ვით არ მე დეგულები ზესა კაცისასა მიცემათ ხელთა კაცთასა. ანუ გალილეაში ყოფნის დროს უთხრა თავის მოციქულებს იესომ, რომ ზეკაცის ანუ თვითონ იქნება ჯვარზე გაკრული და მოკლა ნიკიდა მესამესა დღეს აღდგეს, ხოლო იგინი შეწუხდეს ფრიად, რომ მოკლავენ მას და მესამე დღეს კი აღდგებაო. მოციქულები კი შეწუხდნენ. დავით არცა მოვიდეს იგინი კაპერნაუმად, მოუხდეს მას, რომელი იგი დიდ დრაქმასა შეკრებდეს და რქვეს პეტრეს. მოძღვარმა თქვენმან არა მოგცესა ხარკი. ანუ, როდესაც კაპერნაუმში მოვინენო, პეტრე მოციქული ნახა ვინმე იმ ადამიანებმა, ვინც დიდ დრაქმას კრებდა, ანუ გადასახადებს ვინც კრებდა, ანუ სახელმწიფო თანამშრომლებმა, რომ გადასახადს, ანუ ხარკს მოგცემს თუ არა თქვენი მოძღვარიო. ანუ ხარკი მოითხოვეს. ხოლო მან რქვა ჰე და ვითარცა შევიდა იგი სახით, ანუ პეტრემ რომ დასალაპარაკებლად შედის იესოსთან. უსტრო მას იესო და რქვა, ანუ იესომ დაასტრო მას და ეკითხება. რასაგონებ შენ სიმონ? ნუ სიმონით მიმართავს, იმიტომ რომ სიმონი ერქვა ვიდრე პეტრე გახდებოდა. მეფენი ქვეყანისანი ვიედგან მიიღებენ ხარკს, ანუ ზვერსა, შვილთაგან, ანუ უცხოთაგან. ანუ ქვეყნის მეფეებიო, გადასახადს ვისგან იღებენ, უცხოებისგან თუ შვილებისგან. პეტრე მოციქული კი პასუხობს, რომ უცხოთაგან. მიუგო იესო და რქვა მას, აწუხე თავისუფალ არ სამი შვილი. ანუ შვილები თავისუფალი არიანო. ხოლო რაითა არა დავამკოლოთ იგინი, წარვე ზღვა და შთააგდეს სამჭედური და რომელი პირველად აღმოხდის თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და პოო მის შორის სტატირი. მოიღე იგი და მიეც მათ შენთვის და ჩემთვის. მაგრამ რადგან ისინი რომ არ დავაბრკოლოთო, წადიო სათევზაოთო დაიჭირე თევზი, თევზი გაჭერი, ექნება მას სტატირი, ანუ ეს არის ძვირფასი ქვაზეა საუბარი და მიეცი მათ ეს გადასახადი ჩემთვისაც და შენთვისაც. მოდი რა არის ახლა რას გვეუბნება ეს? იესოს და საერთოდ ეკლესიას გადასახადი, აქ იესო წარმოადგენს ეკლესიას. ეკლესიას არ შეიძლება გადასახადი ქონდეს სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ თუ სახელმწიფო რაღაცას ითხოვს ჩვენგან, ანუ ეკლესიიდან ზოგადად, არ უნდა დავამკოლოთ ისინი, უნდა პატივი მივაგოთ როგორც ხელისუფალს და გადაუხადოთ ეს გადასახადი. მაგრამ ამ გადასახადს საიდან გადავით, ღმერთი გამოაჩენ, წადიო, ითევზავეო, გაჭერი, გაუჭერი, მუცელი და იქ იქნება ძვირფასი ქვაო. სხვა ადგილზე უფალი ბრძანებს ასეთ რამეს, რომ მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმერთისო. ანუ რას ნიშნავს მეგობრებო ეს? როდესაც ჩვენ ცხოვრობთ და რა თქმა უნდა ყველა ჩვენგანი ცხოვრობთ სახელმწიფოში, ქრისტიანობა გვასწავლის, რომ უნდა დაექვემდებარო საეკლესიო პირი, ეს მრევლი არის თუ სასულიერო პირი არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო კანონებს. რა თქმა უნდა, მაგრამ ამასთან ერთად დავიცოდეთ, რომ თუ კი სახელმწიფო კანონია არ ეწინააღმდეგება ღვთის კანონს. ჩვენი ვალდებულება არის სახელმწიფო კანონებს პატივი ვცეთ, სახელმწიფოს პატივი ვცეთ, მაგრამ ამასთან ერთად ვალდებულება გვაქვს, სხვა ადგილზედაც გვასწავლის ამას, რომ ვიყოთ ამას სოფლის მარილნი. ანუ მარილობა ნიშნავს ვამხილოთ
ხელისუფლებაში მყოფი პირები ან პირთა ჯგუფი ღვთის წინააღმდეგ ქმედებაში. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ გაძლიერებული ტემპით არის ჩვენი ერის განარკომანების პროცესი და ახლა ვინც არ უნდა რომ თავი მოიშტეროს ეს რა თქმა უნდა ყველას უფლება აქვს როგორ წარმოჩინდება საზოგადოების თვალში. ყველა ხვდება პრინციპში რომ ხელისუფლება თუ მოინდომებს ყველაფერს დაალაგებს. არა მეხსოვრად რა თქმა უნდა, მაგრამ ტემპით ანუდერული დინამიკა იქნება ამ ნარკოტიკების შეჩერების შეწყვეტის. ასევე ვიცით რომ კაზინოებით იზარცება ჩვენი ქვეყანა და ყველა ვიცით რომ თუ ხელისუფლება მოინდომებს ამას ყველაფერს დაარეგულირებს. ასევე მიგრანტები შემოდის უამრავი რაოდენობით საქართველოში და ყველა ვიცით თან ქალაქებს აშენებენ. გამალებული ტემპით მიმდინარეობს ქალაქების შენებლობა და მიმდინარეობს პრაქტიკულად ქართული ეთნოსის მიზანმიმართული გენოციდი და საქართველოში და კერძო საქართველოში უცხოტობელების მიზანმიმართული ჩამოსახლება, მიზანმიმართული აშიდაც ფულს აკეთებენ ეს ხელისუფლება და უნდა ვთქვათ ეს სათქმელი. ყველაფერი ეს უნდა ვთქვათ ქრისტიანულ მომოს გვასწავლს, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება სახელმწიფო სისტემის იერარქიის ძალთა და კანონგარეშე მის წინააღმდეგ ქმედების, ამ შემთხვევაში კაცად უნდა ვიყოთ თავშეკავებული, რადგან თვითონ წმინდა წერილში გვასწავლის, რომ სახელმწიფო სისტემის ძალა ცვლილება და კანონგარეშე ცვლილება არის ღვთის წინააღმდეგ ქმედება. ჩვენი იერარქია არის მხილება, ჩვენი იერარქია არის სიტყვა, სიტყვით მოხდა სამყაროს შექმნა, სიტყვით მოხდა მოახდინეს ჩვენო მოციქულება, შეიძლება ითქვას მთელი დედამიწის დაპყრობა. პეტრე მოციქულმა და პავლე მოციქულმა სიტყვით მოახდინეს მაშინდელი სოფლიო სახელმწიფოს რომის იმპერიის დედაქალაქის რომის დაპყრობა. მერთვა გაგაძლიეროთ, გაგამტკიცოთ მაღალ ღმერთმა და ღმერთმა გვატაროს შემოძვიფასებო სამეუფო გზაზე. არ ყოფილიყავით კანონდამრღვევნი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ყოფილიყავით ამას სოფლის ძლიერთათვის მიმართ მლიქვნელი და მაამბებელნი. რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არის ცხონება. ჩვენი მთავარი მიზანი არის, როცა წარვდგებთ უფლის წინაშე რომ გავმართლეთ. დაგლოცოთ და გაგახაროთ მაღალმა ღმერთმა, ღმერთმა შეაყვაროს ქართველს საქართველო და ღმერთმა მიმადლოს ქართველ ერს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და მადლობა თქვენ მოსმენისთვის.